ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა წევრმა მერაბ ბოლქვაძემ დატოვა. ინფორმაცია დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. მერაბ ბოლქვაძე დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. საკრებულოს სხდომა დაწყებისთანავე დამოუკიდებელმა წევრმა ვახტანგ კახიძემაც დატოვა. მანამ ფორმით რეგლამენტის დარღვევა გააპროტესტა. მისი თქმით 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დასამტკიცებლად საკრებულოს რიგითი წევრის ნაცვლად გამგებელს უნდა წარედგინა. უმრავლესობის წევრმა სულიკო მიქელაძემ კი დღის წესრიგიდან მეორე საკითხის ამოღებაც მოითხოვა, რომელსაც მხარი საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ არ დაუჭირა. საკითხი მაჭახლის თემის ამბულატორიული ტრანსპორტისთვის მომსახურების პაკეტის შეძენას ეხებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13,000 ლარი გამოიყო. სხდომაზე სულ 6 საკითხი განიხილებოდა. მეორე საკითხის ამოღება დღის წესრიგიდან იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ერთობლივად ემსჯელა, როგორ უფრო უკეთ მოემსახურებოდა მაჭახლის ხეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. სხდომა და დაბაზი დავტოვე იმიტომ, რომ სისტემატურად საკრებულოს ხელმძღვანელობა მოუმზადებელ საკითხების გამოაქვს საკრებულოს სხდომაზე და დღესაც გაიმეორეს იგივე შეცდომა. წლიური ანგარიში წარმოადგინა არა გამგებებმა, რომელსაც ეკუთვნის თავისი ფუნქციონალობებით, არამედ რიგითმა განყოფილების უფროსმა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, მათ დამოუკიდებლობას, უპასუხისმგებლო დამოუკიდებლობას თავიანთი სამსახურის შესრულების მიმართ. განხილული იყო 2012 წლის წლიური შესრულების ანგარიში, რომელიც წარმოადგენილი იქნა საკრებულოს სხდომაზე და სამტკიცებლად წარმოადგენილი იქნა საფინანსო სამსახურის მიერ, ძირითადად შესრულებული იქნა წლიური შემოსავლები 101%, ხოლო ხარჯვის ნაწილი 82%, რაც დადებითად შეფასდა.